აი ჩვენ მეგობარია რა ერთი საერთო და გვეუბნება ხოლმე რომ თქვენო გადაცემა არასწორად მიყავთო რა. თქვენო вообще აზზე არ ახართო. აი კონკრეტული რაღაცებია რაც ხალხს აინტერესებსო რა. აი ფეხბურთიო, მანქანებიო, შაურმაო და რაღაცა იქ არის ჩამონათვალი რა. და მართლა აი დღეს ეგეთი დღეა რომ ანუ აი როგორ საბაზისო ინტერესს შეეხო, იცი? აი რა იდეოლოგიისაც არ უნდა იყოს საქართველოში ტიპი. არაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს. ან вообще რა სოფხედელობა პროდასავლელია თუ ბნელი გრუზინი, მემარჯვენეა, მემარცხენეა. ეგ მეათე ხარისხოვანი საკითხია. ანუ მანქანებს შეეხნა. წმინდას შეეხნა. როგორ რაღაცა დღეს, ეხა როგორ რაღაცა შეეხენ, იცი? ეხა მე მაგალითად მანქანები დიდად არ მაინტერესებს. რა ნუ აი უბრალოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელი საშუალება და განეხილვა, მაგრამ აი მეც დამაინტერესა ძალიან. მეც ავნერვე. შენ შეგეხო. მეც შემეხო. ან ყველას შეეხო რა. მოახერხეს ეგეთი გადაწყვეტილება. 2012 წელს საქართველოში 864,000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამაჩვენებელმა გადააჭარბა 2 მილიონს. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს ერთმანეთის საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ ეკოლოგიური მდგომარეობის გავარესებას, ზომების მიღება არის აუცილებელი. და ამისათვის ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. 1 აპრილიდან ხალხო 6 წელზე ძველი ავტომობილი, ანუ 2020 წლამდე გამოშვებული ნებისმიერი ავტომობილი შემოყვანა ქვეყანაში და მე აქ იყიდოს ვინმე, ეგ აიკრძალება. აი მე დავიწყებ პირველი ოპტიმიზმით დავიწყებ, ბიჭო, აი ნახე 1 აპრილიდან თუ ხდება ეგ. ეგება პროსტა თავრობამ აი მაგარი შუტკა გააძრო და აი 1 აპრილს გამოვლენ და დღეს 1 აპრილია თელი. მოდი ეგრე მოდი განვიხილოთ აი რეალურად სერიოზულად რა. 2020 წლამდე გამოშვებული 2020 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილების ყიდვის საშუალება საქართველოში აქვს ძალიან მცირე პროცენტს. ანუ რაღაცნებას მარტო. ოცნებას და მასთან დაახლოებულ რაღაცა ჩალიჩი, ნაცებს ახლა ნაცებს ამომრჩევლებს ნაკლებად. აი უშუალოდ ლიდერების რაღაცა წრე. ახლა გვარამია იყიდის ბაზარია და არა აქ რაზე საუბარი და კალაძეც მანქანის პრობლემით არ არიან დაინტერესებული, მაგრამ უფრო ფართო ფენა რო ავიღოთ, აი ფართო ფენა ოცნების მთავრობის რაღაც რგოლებში დასაქმებული ხალხი, აი ადმინისტრაციული რესურსზე ზის, ან მათთან რაღაცას ჩალიჩობს ბიზნესში, აი მაგ სეგმენტის გარდა, ან ნუ ჩვენი საზოგადოების რაღაცა ფინანსურად წარმატებულ ძალიან მცირე პროცენტს. ამის გარდა 6 წლის ავტომობილზე, 6 წელზე ნაკლების ავტომობილის ყიდვის საშუალება საქართველოში არ აქვს პრაქტიკულად არავის. ან არ ვიცი, ანუ ვიღაცას ეხება, მე მეხება კაცო აგე, რავია. ო, რავია. მე არა მაქვს იმის ფული, რომ 2021 წლის მანქანა ვიყიდო. კიდე ეგ ხო ძალიან ცოტას აქვს მაგის საშუალება. ეხა გადაწყვეტილება რა იცი რა, მოდი მომრავლდა ძალიან მანქანები. ხო. და ეს ხალხი ფეხებში გვედება უკვე. თუ რა მოტივი, ან ეს ხალხი ფეხებში გვედება და წესიერთ ვეღარ დავდიო და მოდი ჩახსენ მანქანები. აი მე მთელი დღეა ვფიქრობ, რა არის ამის მოტივი. და აი გიორგის რო უყვარს ხოლმე, რომ დასვი კითხვა ვის აწყობს. მაგ აი ძველი რომაელების პრინციპით ფიქრობდი ვის აწყობს და ბიჭო აი არ ჯდება რა, აი სადამდე ჩავედი, იცი რომ ეგება რაღაცა ახალი მანქანების სალონები ვისაც აყავთ იმათი ლობია რომელმაც იჩალიჩა აი არა აი ვაფშე პოლიტიკური სარგებელი ხო არსებობს გადაწყვეტილების და პოლიტიკური ზიანი ნებისმიერ რატო გააკეთო პოლიტიკაში რაღაცა პლუსები მოაქვს რაღაცა მინუსები აი ამას რო წონი აი პლუსები და მინუსები ვაფშე არაფრის ბალანსში არ ჩდება რა და ერთადერთი მართლა აი ხა რო უსმენდი რა მამდე მივედი იცი რომ მე მგონი ხალხი გულწრფელია მართლა და პირდაპირ გვეუბნება რა ხდება რომ
ბევრმა ხალხმა იყიდა ამ საქართველოში მანქანები. ეს აღმაშფოთებელია. მომიდომეს აქ. ხო რა. კარგად ცხოვრობ. ამ ქართველებმა რაღაცა მანქანები იყიდეს და დადიან ამ ქუჩაში და ეს რაღაცა მოსაფიქრებელი, ამაზე რამეა გასაკეთებელი და ან ტექსტი რა არის, იცი? 2000 ტექსტი რა არის გეტყვი? ზუსტად გეტყვი. ეხლა გახდა 2 მილიონი და ეს ნუ ასე ფული მეტი იშოვა, მაგაში გამოიხატება, რომ ვიღაცა მანქანა იყო. ან ხო ამბობ, რომ მაგარი ეკონომიკა გვაქვს. ხო, აბა რა გინდა? აი, მაგარი მომენტი. საბჭოთა მულტფილმი რო არის. ის ჩიპოლინო გახსოვს? აი იქ რო არის სინიორ პომინდორი რო გამოდის რა, აი ხალხს რო მიმართავს, რომ მას შემდეგ რაც ნალექებზე, კი არა და ჰაერზეს რაც შემოვიღეთ გადასახადი თქვენ ნაკლების უმთქვა დაიწყეთ ეს აღმაშფოთებელია, ამიტომ წვიმაზე შემოგვაქვს გადასახადი. ხო არა ეგეთი ხაც აი რაღაცა ეგეთი ხდება რა მე მგონი რომ ამ ხალხმა რაღაცა მანქანები იყიდა. როგორი რაღაცა იცი? საერთოდ ნუ ზურამ დასვა კითხვა ლოგიკური, აი რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლება არაპოპულარული არ ყოფილიყო. არ არსებობს ადამიანი საქართველოში, აი ოცნების მაღალჩინოსენების გარდა, იმიტომ რომ ოცნების რიგით ამორჩეველსაც ეხება, იმიტომ რომ რიგით ამორჩეველს ოცნების არ აქვს მაგდენი ფინანსური შესაძლებლობა, რომ 2020 წლის ზევით ტლოვანების მანქანა იყიდოს. ჩემი აზრით როგორ ხდება იცი ამ გადაწყვეტილების მიღება? აი ახლა დააჯდა ეს ამჟამინდელი მთავრობა და ის შიდა კონკურენტები მოვიშორეთ. რაღაცა თითქოს და დასტაბილურდა ვითარება, ჩვენ აწი ვინ გაგვაჩერებს, ვინაა ჩვენი ესე ვთქვათ გამჩერებელი, რა პრობლემა გაწუხებს, ბიჭო, აი რო დავდივართ ამ სამსახურში, საცობებია რა, ეხლა ჯერჯერობით ტექნოლოგიები იქამდე არა ამისული, რომ 5 ელემენტის ფილმში როა იმაში ჰაერში რო იფრინოს მანქანებმა და ერთადერთი რაც გვაკავშირებს ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს და მთავრობის წევრებს ის არის რომ ორივე შეიძლება საცობში ვიდგეთ. და ეს აღმაშფოთებელია ხელისუფლებისთვის ახლა როგორ ახლა ამდენი გამოსავალი რა არის? გამოსავალია, მოდი რა ეს ჩვეულებრივ ხალხს აუგზავნოთ მანქანის მქონა რა. ნუ რეალურად ეს არის. გამოსავალი ამაში მოიპოვეს რა. აი ვითხრეს ხო, ანუ ხო რამე ის ხო არ არის რომ აი რაღაცა მისტიკა არის უნდა ვიმარჩიელთ, აი გვითხრეს ხალხმა რა. ზედმეტი მანქანები ყავთ, წუხდებით რა. კი, ოღონდ საერთოდ როგორ არის, იცი ნახე, მანქანები მეტროთი არის. რა თქმა უნდა, არ არის ექსკლუზიურად ამათი გამოგონები. ნუ ეგეთი პრაქტიკა სხვადასხვა ფორმებით არსებობს სხვა ქვეყნებში, მაგრამ როგორც წესი მანქანებზე ან ნუ სხვა რაღაცა ფუფუნების ან ზოგადად საჭიროების საგნებზე შეზღუდვები არის ხოლმე ცოტა პირიქით. აი მაგალითად ეხლა ვიღაცა მდიდარს, რომელსაც ძალიან ძვირიანი მანქანები აქვს, როგორც წესი იმას უბრალოდ მეტი გადასახადი აქვს ხოლმე. მაგალითად დიდი ძრავის მქონე მანქანას, რომელიც ბევრს წვავს და შესაბამისად მოიხმარს რაღაც რესურსს, ეგეთი ვერსიები არსებობს. აი არ ვიცი, აი მაგალითად აი კალაძე რო ფერარი. ო რაღაც ფერა შეიძლება, ეხლა ვიღაცას თუ ფერარი შეუძლია გადაიხადოს მეტი გადასახადი. ეგეთი მიდგომები კი არსებობს, როგორც წესი ეგ არის ხოლმე გავრცელებული. ჩვენთან რაღაცა ექსკლუზიურ რაღაც გამოგონებებს აქვს ხოლმე ადგან. რა გამოიგონს? ცი აი ხალხს რომელსაც უჭირს და ჯერ ახლა რაღაც ბავშვები იმაში მიიყვანოს, სკოლაში მიიყვანოს და მე ტაქსზე იმუშაოს და ან რაღაცა ძალიან სამსახურში მუშაობს და ერთი ადგილიდან მეორეზე მისასვლელად რაღაც იაფიანი მანქანა ჭირდება და მასე მუშაობს. აი ამათ რაღაცა 6 წელზე ძველი აღარ შეიძლება. კი და თან წეგან ხო საუბრობდით ამაზე, რომ ეხლა ეს ხო იმ მიდგომით კეთდება, რომ აი ეკოლოგიასაც რაღაცას უშველით და სინამდვილეში რა მოხდება, იცი? ეხლა ადამიანს, რომელსაც 800 ლარი აქვს ხელფასი და სახში საჭმელად ძლივს ყოფნის და ყავს ძველი მანქანა, ხო? 6 წელზე ახალი მანქანის ყიდვას უცებ სასწაულებრივად ის ვერ შეძლებს. ოღონდ შეიძლება, ოღონდ ჭირდება ეს მანქანა და უბრალოდ ეს თავის ძველ მანქანას რაღაცას გამოუცვლის, რაღაცას ვერც გამოუცვლის და ისე ივლის როგორც აი და
უბრალოდ ძველი რაღაცა მოშლილი მანქანებით ეკოლოგიასაც კი ნეგატიური საერთოდ ეს რატოა იცი კიდევ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა. ამ თემით ირკვევა სხვა თემები. აი მაგალითად ქვეყანაში ზოგადად რა ხდება? ჩვენ მართლაც ვცდილობთ ხოლმე ავხსნათ აი რა შინაარსიდებს, ვისი ინტერესია, ზოგადად რა გეგმა აქვს ამ ხალხს, ხო? ეგეთ კითხვებს ვსვავთ და ამ თემით სხვათა შორის ირკვევა ზოგადად როგორ ოპერირებს ეს ქვეყანა. მნიშვნელოვან წილად ირკვევა, იმიტომ რომ ეს თემა თუ საღი აზრის კუთხით განვიხილავთ, ხო? აქ საღი აზრის ნადამალი არ არსებობს. ეს არის ცალსახად სიგიჟე. რატო არის სიგიჟე გეტყვით? ეს შენ საკუთარი კაი მაგალითი გაქვს და ხო, აი მაგალითად გავნიხილოთ. რატოა სიგიჟე გეტყვით? ხო ამოცანა ეგ არის რომ თითქოს მანქანების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ხო ეხლა მე მაგალითად მე ყავს მანქანა 2000 წლიანია, ხო? 2000 წელს არის 26 წლის 26 წლის მანქანა, ხო? ლეგენდარული მანქანა სხვათა შორის. ხო და ეგ ყოველთვის ფიქრობდი რომ ნუ 13 წლამდე იყო მანამდე, ნუ ეხლა 20 ეხლა ხო 6 წლის დაძველებაზე გადააქვთ 2013 წლამდე იყო შეზღუდვა 2013 წელზე ძველს ვეღარ შემოიყვანე მე ეხლა ფიქრობდი რა თქმა უნდა რომ ის ჩემი მანქანა გადამეცვალა დამემატებინა და უფრო ახალი მეყიდა ხო იმიტომ რომ ზოგადად უფრო სავარაუდო ესე ვთქვათ შესყიდვის ზონა იყო სადღაც ნუ 13-თან მიახლოებული 13-14 რაღაცა ეგრე რომ გადამეცვალა და ეხლა რა თქმა უნდა მაგას ვეღარ შევძლებ და რა თქმა უნდა მომიწევს იმ 2000-იანს ისევ დავჯერდე ის ცოტა უნდა მოვიყვანო უფრო ჭკუაზე იმიტომ კონკრეტულად შენ შემთხვევაში ის უნდა შევინარდე კონკრეტულად შენ შემთხვევაში ამოცანა ხო ის იყო რომ ძველი მანქანები აღარ იყოს და ეკოლოგიას მიეხებოს კი მაგის შემთხვევაში მოხდა ის რომ უფრო ახალი მანქანის მინდოდა შესაძლებლობა ჩაგეხსნა და ძველის გარემონტების და იმის შენარჩუნების ლოგიკაზე გადახვედი იმიტომ რომ ამათ ტვინში მოუვიდა სხვა გზა არ არის ერთი წამი მე სხვა ის და ზუსტად ან ჩვენზე რომ რაღაც მე საფრთხელები რაღაც ჭორებს რომ ამათ ბიძინა ივანიშვილი თვეში $1 მილიონი აფინანსებდა ხო აღწელებენ რაღაც. კი. ან შენ 2000 წელს გამოშეული ხა? ნუ რა ვქნათ, ნუ მაგის ნუ დედა უნდა აგინო პირდაპირ. არა, თვეში $1 მილიონი წარმოიდგინე ის კი არა წელში. არა, თან ბიჭო, თვეში. მან გეტყვი რა. ანუ თვეში $1 მილიონით გვაფინანსებდა ბიძინა. მარა ვერ მოახერხეთ რომ სახლები გვეყიდა, მანქანები გვეყიდა და რაღაცა დაგუტყობოდა ახლა. მანდ არის ერთი ვარიანტი. შეიძლება პროსტა აი მილიონები ავიღეთ და უეჭველი კუში ვიცი, წითელზე დავდეთ. კიდე წავაგეთ. რა კაზინოში შევიდე. ალ ეგ ვარიანტია. ან ვინც მაგას მოგბრალებს იმედ დედაში. ნუ აი არ მინდა ხოლმე, მაგრამ ხანდახან ხალხო სხვა გზა არ არის. ეგ ერთი. მაგრამ რო დაუბრუნდეთ მნიშვნელოვანია. შენ შემთხვევაში ხო ეგ გამოიწვია. პრობლემა რა? კიდე ეგ მოხდება. სხვების შემთხვევაშიც მაგას ეგ მოხდება და საბოლოო ჯამში რანაირი სიტუაცია დაადგება გეტყვით. აი მაგალითად კუბაში რაღაცა ძველ დროინდელი მანქანები დღემდე დადის. იმიტომ რომ სანქციები 70-იან წლების მანქანებით საქართველოში ამათმა აქ ხო ესენი არის გენიოსები. ხო ამათ რაღაც დიდი ბევრი ფიქრი არ ჭირდებათ საერთოდ რაღაცა ამოცანას რომ მოინდომებენ ესენი იმდენად მაგრები არიან რა თუნდა მაგას ფიქრი მიდი აკრძალე აი ხო ასე წყვეტე და საბოლოო შედეგი რა იქნება არაფერი მანქანა არ შემცირდება არაფერი არ შემცირდება უბრალოდ გაძვირდება ძველი მანქანები ვისაც მანქანა ყავს ის ვეღარ გამოცვლის უფრო ახალზე ვერ გადავა ის შეინარჩუნებს ძველი ხრონგი მანქანები მომრავლდება რა თიყავით
ვიღაცა ივლის პირდაპირ მნიშვნელობით აი რაღაც კვამლი გასდის და მაინც ვიღაცა რა შენ არა მე ხა 2000-იანი ჩემი თათეგერე მდგომარეობაში არ არის შენსაც ცოტა გარბენი